ეშმაკი ყოველთვის გებრძვის. ერში როგორც წესი ეშმაკი იბრძვის სხვა ადამიანების მიერ შენ წინააღმდეგ, თუ განდეგილი ხარ პირდაპირ გებრძვის. ისე რომ არ გებრძოდეს, ეგეთ რამე გამორიცხულია. წარმოუდგენელი, არასოდეს არ იქნება, იცოდეთ ყველამ ერთი განსასწრელი დამთავრდება, აუცილებლად ცოტა ხანში დაიწყება მეორე. ისიც რომ დამთავრდება, მერე კიდევ დაიწყება. არასოდეს არ იქნება ისე რომ განსასწრელი არ იყოს. უბრალოდ იგი ტალღისებურად მოდის. შეიძლება გაგახსენდათ, ეხლა მეც გამახსენდა, რომ ზოგან რომ ტალღისებურად კი არა, ახლა პერმანენტულად რომ არ უმთავრდება ხოლმე განსასწრელი, არიან ესეთი ადამიანები. ხუდლები ვართ ჩვენ და ჩვენს პრაქტიკაში უამრავი ადამიანია ჩვენ თვალწინ. არიან ადამიანები, რომელთა განსასწრელი პერმანენტულია. იცით რა არის მიზეზი? ამ ადამიანების პატივმოყვარეობა და სიამაყე. მხოლოდ სიამაყე, ოღონდ ამაყნი ყველა ვართ, პატივმოყვარე ყველა ვართ. ზღვარს გადასული სიამაყე და პატივმოყვარეობა, რომელიც არ იმკურნება და განსასწრელი არის მაკურნებელი პატივმოყვარეობასა და სიამაყისთან, რომ ამდაბლებს ადამიანს, და თუ ადამიანი ჯიუტად არ იმკურნება და არ იმდაბლებს თავს, ასეთ ადამიანების ცხოვრებაში განსასწრელი არის პერმანენტ, არა ტალღისებური, რომ ამოისუნთქოს, არამედ პერმანენტული, ვერ ამოისუნთქავს ხოლმე. თუ საკმარისი ამას ამოსუნთქვის საშუალება მისცე, ისევ იფუხება სიამაყე. და ესე სულ მუდამ ესეთ მდგომარეობაშია. მე ასეთ ადამიანებს პირადად ვიცნობ. და თუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენში განსასწრელები არ არის ტალღისებურად და ამოსუნთქვის კეთილი პერიოდები არა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივმოყვარეობას და სიამაყეს უნდა მივხედოთ.